სუამის ორგანიზაციის წარმომადგენლები ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს ბათუმში განიხილავენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრაზე სუამის კოორდინატორმა ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების განვითარების გეგმა წარმოადგინა, რომელიც საქართველოში იაპონელი ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ასევე სუამის წევრ ქვეყნებს შორის იაფი საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის დანიშვნას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს პირველ რიგში ხელშეუწყობს დამსვენებელთა ინტენსიურ მიმოსვლას და ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას. ამ კუთხით უკრაინული მხარე სუამის წევრებს სპეციალურად ისტორიული, კულტურული და სპორტული პაკეტების შექმნას თავაზობს, რომელიც გააფართოვებს ტურისტების გეოგრაფიას მთელი წლის განმავლობაში. სუამის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აჭარას მათ პროექტებში მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რადგანაც პროექტების ძირითადი ნაწილი სწორედ საზღვაო ტურიზმზეა გათვლილი. ჩვენ თბილისში მინისტრების დონეზე დეკლარაცია გავაფორმეთ, რომელიც საქართველოში და მათ შორის აჭარაში იაპონელი ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ვფიქრობ, აჭარის ტურისტული პოტენციალი სასიამოვნოდ გააკვირვებს იაპონელ დამსვენებლებს. მშენებლობის ტემპები და ყოველდღიური სიახლეები იმედს გვაძლევს, რომ აჭარა ერთიანი ტურისტული პროდუქციის შექმნაში მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება. ჩვენი სურვილია გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა ბათუმიდან უკრაინაში და პირიქით. ვფიქრობ, ეს ტრანსპორტირებაში არსებული პრობლემების გადაჭრით უნდა დაიწყოს. ჩვენ ქართულ მხარეს შევთავაზეთ კიევი-ბათუმის იაფი რეისის დანიშვნა. ასევე ხელსაყრელი იქნება თუ კი ოდესა-იალტა-ბათუმის მიმართულებით ბორანი დაინიშნება. ვფიქრობ, უნდა განხორციელდეს სპეციალური პროექტებიც, რათა ტურისტების ნაკადი სუამის წევრ ქვეყნებს შორის მთელი წლის განმავლობაში არ შეწყდეს. ძირითადი საკითხი, რაზეც მინდის მუშაობა, ეს არის ტრანსპორტით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრა. ეს სუსტი მხარეები, რაც ამ კუთხით არის ჩვენ ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხელი შეეწყოს როგორც საზღვაო, ასე იაფასიანი საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლას ჩვენ ქვეყნებს შორის.